ხომ იცით, ისტორიაში უდიდესი ლაშქრობები ხშირად ერთი ადამიანის ამბიციით სულაც არ იწყება. აი, ეს ამბავიც ზუსტად ასეთია. ეს არის ამბავი მემკვიდრეობაზე, შურისძიებაზე და ომზე, რომელიც შვილმა მამისგან მიიღო. დაფიქრებულ ხართ ოდესმე ამაზე, რა დგას იმ მოვლენის სათავეში, რომელიც ისტორიის მსვლელობას იცით სამუდამოდ ცვლის. ალექსანდრე დიდის შემთხვევაში პასუხი სწორედ ეს არის. ყველაფერი დაიწყო არა მისი, არამედ მამამისის დაუსრულებელი გრანდიოზული ოცნებით. კარგი, მოდით, ახლა უფრო ღრმად ჩავყვეთ ამ ისტორიაზე. იმის გასაგებად თუ რატომ შეიჭრა ალექსანდრე სპარსეთში, დროში საკმაოდ შორს საუკუნეზე მეტით უკან უნდა გადავინაცვლოთ. მოკლედ, ყველაფერი იწყება საუკუნით ადრე, ბერძენ სპარსელთა ცნობილი ომებით. სპარსელებმა მაშინ გადაწვეს ბერძნული ტაძრები, მათ შორის ათენის აკროპოლისიც კი. ამან ბერძნებში იცით შურისძიების დაუოკებელი სურვილი დატოვა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მომდევნო საუკუნის განმავლობაში საბერძნეთი სრულიად დაკსაქსული იყო. და აი სწორედ ამ დროს, ჩრდილოეთით მაკედონიაში, სცენაზე გამოდის ახალი, ძალიან ამბიციური მოთამაშე, მეფე ფილიპე მეორე. უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ ფილიპე იყო სპარსეთში შეჭრის იდეის ნამდვილი არქიტექტორი. ალექსანდრემ ფაქტობრივად ეს მზა გეგმა აიღო და ბოლომდე მიიყვანა. აი შეხედეთ, ეს თავად ფილიპეა. ის არ იყო იცით უბრალოდ მეფე. ის იყო გენიალური სტრატეგი და ფოლადის ნებისყოფის მქონე კაცი. ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ალყის დროს ისრით ცალითვალი დაკარგა და ბრძოლა მაინც განაგრძო, მის ხასიათზე ყველაფერს ამბობს. მან დაკსაქსული ომებისგან შექმნა ისეთი არმია, როგორიც საბერძნეთს მანამდე არასდროს ენახა. და აი, მისი გეგმა, რომელიც მართლა გენიალურია თავისი სიმარტივით. ფილიპეს ესმოდა, რომ სპარსეთის იმპერიასავით გიგანტის დასამარცხებლად ჯერ საკუთარი სახლი უნდა მოეწესრიგებინა. ანუ, ჯერ საბერძნეთი უნდა გაერთიანებინა. და მან ეს გააკეთა ქერონეის ბრძოლაში. დაასრულა შიდა ომები და საფუძველი ჩაუყარა ერთიან პანელინურ, ანუ საერთო ბერძნულ ლაშქრობას. ეს იყო მისი პოლიტიკური ნიჭის პიკი. კორინთოს ლიგის შექმნით ფილიპემ თავისი ომი აქცია არა უბრალოდ მაკედონიის, არამედ მთელი საბერძნეთის საერთო საქმეთ. ეს იყო შურისძიება ყველა ბერძნის სახელით, რასაც თვითონ უძღვებოდა. გენიალური სვლა იყო. წარმოიდგინეთ, ყველაფერი მზად იყო, არმია შეკრებილი, გეგმა დასახული და ზუსტად ამ დროს, ძვეწე 336 წელს, ლაშქრობის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ფილიპე მეორეს საკუთარი მცველი კლავს. ბედისწერა, ხო? კაცი, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა, არქიტექტორი. თავისივე ქმნილების განხორციელებას ვეღარ მოესწრო. და სწორედ აქ იწყება ახალი თავი, რადგან სცენაზე შემოდის მისი შვილი, რომელსაც ამ გეგმის დასრულება უკვე ბედისწერა მარგუნა. ეს სლაიდი, იცით, იდეალურად აჯამებს ყველაფერს. ფილიპე იყო გონება, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა. ალექსანდრე კი გახდა ის ძალა, რომელმაც ეს გეგმა აიღო და განახორციელა. მამის მთელი მემკვიდრეობა მის მხრებზე დაეშვა. და უბრალოდ დაფიქრდით, ის სულ რაღაც 20 წლის იყო. წარმოგიდგენიათ, 20 წლის ბიჭი მოულოდნელად იღებს პასუხისმგებლობას მთელ სამეფოზე, იმ დროის უძლიერეს არმიაზე და ისტორიაში ყველაზე ამბიციურ სამხედრო გეგმაზე. წარმოუდგენელი წნეხია. მაგრამ, ალექსანდრე ვინმე ჩვეულებრივი ახალგაზრდა ნამდვილად არ იყო. ეს მისი სიტყვებია და ვფიქრობ იდეალურად აღწერს მის ხასიათს. მას მართლა სჯეროდა, რომ შეუძლებელი არ არსებობდა და მზად იყო ეს მთელი მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა. მოკლედ, რა გამოგდის? ყველა ნაწილი უკვე თავის ადგილზეა. გვაქვს ისტორიული წყენა, გვაქვს მამის მიერ შედგენილი გენიალური გეგმა და გვყავს ამბიციური შვილი, რომელიც მზად არის დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მაშასე, მოდით შევაჯამოთ, რატომ შეიჭრა ალექსანდრე სპარსეთში? პასუხი მარტივი არ არის. ეს იყო 4 ძალიან ძლიერი მოტივის ნაზავი. შურისძიება, დიახ, ეს ოფიციალური მიზეზი იყო. სიმდიდრე, რა თქმა უნდა, სპარსეთის საგანძური ლეგენდარული იყო. პირადი დიდება, ალექსანდრესთვის ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანიც კი იყო. და ბოლოს, რაც ამ ყველაფერს აერთიანებდა, მამის მემკვიდრეობის შესრულების ვალდებულება. და აი ისიც, დადგა მომენტი, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში ფიქრობდნენ და წლების განმავლობაში გეგმავდნენ. ლაშქრობა რეალობად იქცა. ალექსანდრემ თავისი არმიით გადალახა ჰელესპონტი და ფეხი დადგა აზიის მიწაზე. მამის ოცნება ახლა უკვე მისი ბედისწერა იყო. თუმცა იმ მომენტში ალბათ ვერც თვითონ და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორ შეცვლიდა ეს მემკვიდრეობით მიღებული ომი სოფლიოს რუკას. სამუდამოდ,